და როცა ტაძრიდან გამოდიოდა ერთმა მისმა მოწაფემ უთხრა მას: მოძღვარო, შეხედე რა ქვის ჯიშებია და რა შენობები. იესომ მიუგო მას და უთხრა: ხედავ ამ დიდ შენობებს, ქვაქვაზე არ დარჩება აქ, ყოველი დაინგრევა. როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა ტაძრის პირისპირ, კერძოდ კითხეს მას პეტრემ, იაკობმა, იოანემ და ანდრია: გვითხარი როდის მოხდება ეს და რა იქნება ნიშანი, როცა ეს ყველაფერი აღსასრულს მიუახლოვდება? იესომ მიუგო მათ და დაიწყო საუბარი: ფრთხილად იყავით, რომ არავინ დაგაბნიოთ. ბევრნი მოვლენ ჩემს სახელით და იტყვიან: მე ვარ იგი, და მრავალს დააბნევენ. და როცა მოისმენთ ომებსა და ომის ხმებს, ნუ შეშინდებით. ეს ჯერ უნდა მოხდეს, მაგრამ დასასრული ჯერ არ არის, რადგან ერი ერის წინააღმდეგ აღდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ. იქნება მიწისძვრები სხვადასხვა ადგილას, იქნება შიმშილობაც. ეს ყველაფერი მხოლოდ მშობიარობის დასაწყისია. მაშ თქვენ ფხიზლად იყავით, რადგან მიქცემენ სასამართლებში, სინაგოგებში გცემენ, მმართველთა და მეფეთა წინაშე წარდგებით, ჩემთვის, რათა მათთვის იყოს მოწმობათ, მაგრამ პირველად უნდა იქადაგოს სახარება ყველა ხალხში. და როცა წაგიყვანენ და ჩაგბარდებით, ნუ იდარდებთ წინასწარ, რა სიტყვით, არამედ რაც მოგეცემათ იმ საათში, ის ილაპარაკეთ.